გულახდილად გეტყვით, მე არ ვიცი სიმართლე შეესაბამება თუ არა ინფორმაცია, რომელსაც სულ უფრო მეტი Facebook-ის იუზერი, მომხმარებელი, ჩვენივე მეგობრები ავრცელებენ. ასე მაგალითად, გვარს არ დავასახელებ თქვენის ნებართვით. ნინი ავრცელებს ამგვარ ინფორმაციას. ხვალდაზე, ანუ დღეს და ხვალ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, საგურამოდან, სურამიდან და ხაშურიდან გაიყვანენ ძაღლებს და მეგობრებო, ვისაც ცხოველები გიყვართ, თქვენი იმედზე არიან ისინი. ყველა შიდა ინფორმაციით, რაც გამოდის სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ანუ ოფიციალურად კი არა, ასე მაინც ვიტყვი, ინსაიდერული ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ აპირებენ მასობრივ ევთანაზიას, ანუ განადგურებას, სავარაუდოდ ევთანაზიის წამალსაც არ გამოიყენებენ, ეგ ფული შეჭმული იქნება და ჩახოცავენ საშინელი მეთოდებით, როგორც ადრე. მინიმუმ ის მაინც იგეგმება, რომ დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ტყეებში და ხრიოკებში გადაყარონ ეს ძაღლები, რომ იქ თავისით დაიხოცონ შიმშილით, წყურვილით და სხვა უბედურებით. ოფიციალურადაც ადასტურებენ, ყველას ეუბნებიან ამას, იმედის ქარდების გარდა, რომ ძაღლებს უკან აღარ დააბრუნებენ. ქუთაისში უკვე აშენებულია კრემატორიუმიც, დგას აპარატიც, ჯერ ექსპლუატაციაში არ არის ჩაშვებული, მხოლოდ ქვედა ფოტოზე რაღაც ფოტოს ავრცელებს ქუთაისის კრემატორიუმის დანადგარის ფოტოა. ყველანაირი ჰუმანური მეთოდით, საერთაშორისო სტანდარტი და ასახელებს ერთ-ერთ სტანდარტს, ნაგავში აქვთ გადაყრილი. გააფრთხილებდით ყველას, რომ რუსული რეჟიმი მოვა ყველასთან და ყველაფერთან. ამასთან მეორე იუზერი ავრცელებს, მეც არ მინახავს სიმართლე გითხრათ. ეს ფორს მაჟორულ რეჟიმში ვწერთ ვიდეოს. იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული. მარტო მე არა, მთელი ვეტერინარები ვარ ძალიან გაბრაზებულები. რაც ხდება ეს ცხოველების მიმართებაში ისე ვიტყოდი. ჩვენ აი პირადად მე 90-16 წლიდან მე მუშაობ ვეტერინარიაში და 90-16 წლიდან თითქმის 30 წელი მისულდება მე ვემსახურები ცხოველთან კეთილდღეობას. ჩვენ უფასოდ ვემსახურებ მინუსაბარ ცხოველებს, ჩვენ უფასოდ ვუკეთებთ სტერილიზაცია, კასტრაცია ცხოველებს, რომ რაღაცა გარკვეული წვლილი და ნაბიჯი შევიტანოთ პოპულაციურ მართვაში. და დღეს რა ხდება? რა ხდება დღეს? რა ხდება ზუგდიდში, რა ხდება კახეთში, რა ხდება დასავლეთ საქართველოში? ხალხო, ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. რა ხდება, ვით იმართლებს თავს, ვით ამას ჩაგებს? რომ ზუგდიდში პატარა ბოლიერს შეტენენ ძაღლები, რომლებმაც კიდეც კი მიაღწიეს ქუთაისამდე იმ მოტივით, რომ ვითომ უნდა მოხდეს მათი ვაქცინაცია. ეს არის ცხოველთა უფლების დარღვევა. როგორც ჩანს, ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, ან მოდი ვიტყვი ასე თქვენის ნებართვით, არასრულად მიმდინარეობს, არასწორად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და ასე შემდეგ პროცედურები და ნორმები დარღვეულია და გარ არის გამორიცხული, რომ ხდება მათი ამ ძაღლების კრემატორიუმში შეყვანა და მერე უკვე მათი ცოცხლად დაწვაც. მეთქი მე მგონია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო მთლიანად ამაზე ძალიან კვალიფიციური განმარტება უნდა გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში უნდა როგორღაც გაფანტოს ეჭვები იმის თაობაზე, რომ მართლაც ხდება კრემაცია ძაღლებისა, არა და ბევრი, სულ უფრო მეტი მომხმარებელი წერს ამის თაობაზე. გორში დილის 4 საათზე ჩართეს და დაწვეს ცხოველები, ძაღლებს ხოცავენ. ეს ერთი პოსტის კომენტარებს კითხულობ. ევთანაზია კი არა, გორში კრემატორიუმი აამუშავეს, სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვე, რომ დავაკოპირო აქ, მე ვიპოვე და მე გაჩვენებთ ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეოს, რაც არ ადასტურებს ხაზგასმით ვამბობ, ეს არის მაინც და მაინც კრემატორიუმში ძაღლების შეყვანა, თუმცა საეჭვო კი ნამდვილად არის და ამასაც გაჩვენებთ. ძალიან საშიშრები გახდენო, ერთი სხვა წერს, ხო, უკაცრავად საშიშები გახდნენ უკვე მაგათ ადამიანები, ანუ ხელისუფლებას ადამიანები აღარ ეწოდება და ძაღლებს შეიცოდებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ამბავია ატეხილი, მე ვეცდები ვნახო ის ვიდეო და აუცილებლად ვნახავ, განა არა. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მეგობარს, ჩაუწიოთ ხმას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მეგობარს აქვს გამოქვეყნებული ლინკი და ვიპოვე და აუწიოთ ხმას. ეს არის გორის ტერიტორია, ეს ქარის ენერგიის ხო გამეწვავების სცენი, რომელიც ბავშვი დაქვია ამას, დანადგარები ადასტურებს ამას, რომ გორია და არა სხვა. სივრცე ქვეყანისა, სივრცე ქალაქი ჩვენი ქვეყნისა.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს პასუხი გასაცემი ამაზე ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარკვეული ინფორმაცია უკვე გაავრცელა და მე ახლა წაგიკითხავთ ამ ინფორმაციასაც. ესე იგი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები დასაძინებლად მიყავს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ესენი სწორედაც რომ ამ სიტყვას მოიშველი, ამ სიტყვას ხმარობენ, დაძინებაში მათ არ ან ნაკლებად დავებიან. აქ ლაპარაკია მაინც խոսქვეში საზოგადოება ხელავს, ხდება თუ არა მათი ძაღლების დაწვა, მიუსაფარი ძაღლების დაწვა გორის კრემატორიუმში თუ არსებობს ეს კრემატორიუმი საერთოდ, ან ქუთაისის არსებულ და ამუშავებულ თუ ამუშავებისთვის გამზადებულ კრემატორიუმში. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს თავის შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ცხოველთა დამცველები პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების პარალელურად ავრცელებენ ინფორმაცია განცხადებას იმის თაობაზე, რომ უკანონოდ მიხავს უკვე სტერილიზებული, ანუ ერთხელ სტერილიზებული ძაღლები მეორეჯერაც სტერილიზაციისთვის მიხავს აცრილი ძაღლები, უკვე აცრილი ძაღლები, ცხოველები და მერე უკვე აღარ აბრუნებს სააგენტო პირვანდელ ადგილას ამ ცხოველებს. აქტივისტების თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან აქტივისტებს, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ და შესაბამისად ეჭვი იმის თაობაზე, რომ ასე ხდება, ეს უკვე ბევრის მიერ არის გამოთქმული, გამოხატული. და ეს ძალიან ცუდი ამბავია, რომ ვიცოდეთ მაინც, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად არასწორად ქმედებს, თუნდაც გარკვეული ვალდებულება ჰქონდეს თუ აუცილებლობა იყოს ამ ქმედებებისა, რამდენად არასწორად ქმედებს საქართველოს სახელმწიფო. აქვე ვიტყვი. ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების პრობლემების მოგვარების მეთოდი არის ერთადერთი, რეალურად ახლა ერთ-ერთ ჩემ ფრენდს ვეყრდნობი, მის პოსტს ვკითხულობ პრაქტიკულად. ეს მეთოდი გამოყენებული აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ახალი გამოგონებები საჭირო აღარ არის. ვიზერალი ლიბერალიზაციის წყალობით ბევრი ჩვენგანია ნამყოფი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თამთა გოგოლაძეს მადლობას ვუხდი ამ პრინციპში სწორი და კვალიფიციური პოსტისთვის და ვიცით, რომ იქ მიუსაფარი ძაღლები ქუჩაში უბრალოდ არ არსებობენ. ჩვენს ქვეყანას შეუძლია მაგალითად ჰოლანდიის მეთოდი აიღოს და პირდაპირ შეუდგეს საქმეს. პრობლემის სრულ აღმოფხვრას სჭირდება წლები, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჰუმანური გზა. ეს სიტყვა ჰუმანური ხო ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოსტისთვისაც და ზოგადადაც როგორ პოლიტიკას ატარებს, როგორც ადამიანების მიმართ, ან ზოგადად როგორ პოლიტიკას ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ჩვენ შემთხვევაში ხელისუფლება წოდებული ბანდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანურ პოლიტიკას ადამიანების ან გარემოს მიმართ, ხო? ჰუმანურ პოლიტიკას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ადასტურებს, აჩვენებს ჰუმანურობა, პოლიტიკის ჰუმანურობა, რამდენად გაზრდილია ერთის მხრივ და საზოგადოება, მეორე მხრივ საზოგადოების ლიდერი ძალა ხელისუფლება, ანუ მმართველი ძალა, ხელისუფლება, ძალაუფლების კვერთხის მფლობელები და შესაბამისად რამდენად ევროპულია ესა თუ ის ქვეყანა, საზოგადოება, ინდივიდი. აი, რას ბევრ რამის შეიძლება მიედავო ევროპას დღევანდელს, მაგრამ ანტიჰუმანურობას მას ვერ დასწრებ. ეს არ ნიშნავს, რომ ანტიჰუმანური ადამიანები არ არიან, ან გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფო ანტიჰუმანურად არ ქმედებს, არა, მაგრამ ანტიჰუმანური სადაც არის, რა სივრცეც არის, ანტიჰუმანურობის რა მაგალითსაც ხედავ, ჩვენ თვალსაჩინოებას მყისიერად გამოსწორდება ხოლმე. ჩვენთან სისტემური ხასიათი მიიღო ანტიჰუმანურობამ საქართველოს სიმთლიანად ან საქართველოს ხელისუფლების ადამიანს და ძაღლს და გარემოს თლიანად, ხო? მიკროგარემოს, ან შედარებით მაკროგარემო ანტიადამიანურად, არაადამიანურად ეპყრობა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავად ეხუტება რა საკვირველია საკუთარ ცხოველებსა და ფრინველებსა და ხეებსა და ბალახებსა და ბულახებს, მაგრამ აი სხვისი ხო არც არავის ეზიზღება მაგალითად
მიუსაფარი ძაღლი, იმიტომ რომ ის დვარნიაჩკაა მისეული გაგებით. ხა ივანიშვილზე კი არ ვლაპარაკობ, ასეთი არსი საქართველოს ხელისუფლებისა. თამთას პოსტის კითხვას ვაგრძელებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად უნდა დაიწყოს მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაციის პროცესი, კასტრაცია, იმიტომ რომ გამრავლება არ მოხდეს, ამას მართლაც წლები დასჭირდება. უნდა მოხდეს პატრონიანი ძაღლების ჩიპირება, ტატუირება, ანუ პატრონიანი ძაღლების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია. ეს თავიდან აგვარიდებს ძაღლების მიტოვებას და შესაბამისად ახალ მიუსაფარ ძაღლს ქუჩაში არ დავასახელებ ჩემს ერთ მეგობარს, ბევრისთვის ცნობილს და ნაცნობს, რომელსაც აქვს გახლობით მსგავსი პრობლემა, მიტოვებაზე რაღა იმიდგა საქმე და რაღა ვახსენეთ. ერთ-ერთმა მოქალაქემ მიატოვა ძაღლი, არ დავასახელებ უბრალოდ. ვინც აიყვანა ეს ძაღლი, ამ ჩემმა მეგობარმა აიყვანა ეს ძაღლი და უკვე ამ გოგონას აქვს პრობლემა, როგორც მიმტოვებელის, ისე როგორც მე ხვდები სახელმწიფოს მხრიდანაც რატო აიყვანეო. ესე იგი, მესამე პუნქტი, მნიშვნელოვანია ძაღლების უკონტროლო გამრავლების რეგულაცია ძაღლსაშენებში. ძაღლსაშენები ასაშენებელია და ცალკეული ცხოველთა დამცველების იმედად არ უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოება. ცნობიერების ამაღლება ბავშვობისასაკიდან, რომ ძაღლი არის ადამიანის მეგობარი, მას სჭირდება მზრუნველობა, დაცვა და მოვლა. მოწესრიგებული ძაღლების თავშესაფარი, სადაც მოხდება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ძაღლების მკურნალობა და ამ თავშესაფარში ძაღლი დარჩება დროებით. ძაღლი არის სოციალური ცხოველი და მას სჭირდება ადამიანთან კომუნიკაცია. ამიტომ თავშესაფარი არ არის ძაღლის მუდმივი საცხოვრებელი კანონი, რომელიც დაიცავს ძაღლს მიტოვებისაგან და არა სათანადო მოპყრობისაგან. ეს ყველაფერი თამთამ დაწერა და ეს ყველაფერი რასაკვირველია სწორია, მაგრამ ახლა მოცემულ ეტაპზე ეს ზოგადი რეკომენდაციები კი არ არის აუცილებელი, არამედ აუცილებელია მივიღოთ პასუხი, რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება კონკრეტულად. მართლაც ხდება თუ არა ის, გორში თუ სხვაგან, ჯერ უკვე სტერილიზებული და აცრილი ძაღლების აყვანა, მერე გაყვანა მაინც და მაინც ქალაქ გარეთ და მიტოვება. აი მაგალითად სესილის წერს ხო ბოჭოიძე, კაცჭამიები ცხოველებზე გადავიდნენ, ქოცებო ძაღლებს მაინც გამოუცხადეთ თანადგომა, ნუ თუ ესეც ნორმაა თქვენთვის. აი ამ ინფორმაცია, ამ განწყობის როგორღაც საზოგადოებას რა განწყობაც აქვს, ამ განწყობისათვის პასუხის გაცემა, მართლა ხდება თუ არა კრემაცია ძაღლებისა, განადგურება ძაღლებისა, ამაზე აქვს პასუხი გასაცემი. გორის კრემატორიუმი მიუსაფარ ძაღლებს წვავენო, ყოველი მეორე ადამიანი წერს ამას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მაინც და ამაზე პასუხი აქვს გასაცემი ხელისუფლებას, რომელსაც უბრალოდ არ ენდობიან. რატომ არის ეს ამბავი ატეხილი მათ შორის, ხო, რომ ნდობას არ იფსახურებს, არ არის გამორიცხული, მისგან ელიან, რომ ამის ჩამდენია, ამის გამკეთებელია, ეს ყოველად კორუმპირებული, ყველა დონეზე კორუმპირებული სახელმწიფო. აჰა, უყურეთ, ოქტაის წერს კაზუმოვი, რომ ძაღლებს წვავენ ჯერ, ხო? და მერე უკვე რაღაც ერთ-ერთი იუზერის მიერ გავრცელებული ვიდეო აქვს რა მოქვეყნებული. ხო, ეს თუ სიმართლეა, ამ შემთხვევაში მარტო სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი კი არ უნდა გადადგეს, პრაქტიკულად მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ისედაც უნდა დადგეს, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, მაინც აიყვეთ ხო, სხვებსაც აქვთ გამოქვეყნებული ამგვარი ინფორმაციები. საზოგადოება ზუსტად ისეთია, როგორც ეპყრობა სუსტ და უმწეოს და მე უკვე გამოქვეყნებულია იმ ფოტო ძაღლებისა, რომლებიც სტერილიზაციისთვის გადაჰყავთ და გარკვეულზე მაღალი ალბათობით თუ არ წვავენ მაინც და მაინც, ეხლა ძალიან ყველა სიტყვა უნდა მოვზომო და ზუსტად უნდა ვთქვა, თუ არ წვავენ, როგორც ჩანს ინფორმაცია, სულ მინიმუმ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუჩაში მიაგდებენ, ქალაქ გარეთ მიაგდებენ ხოლმე, რომ ისინი თავისით მოკვდნენ, ხო, როგორც ჩანს ეს ინფორმაცია მინიმუმ სწორია. გორში ძაღლების თავშესაფარში თუ მართლა ქუჩიდან აყვანილ სუგებს წვავთ, თქვენ დანაცარდით და ამოწყდით ყველა, ხო, ამას რო აწერინებ იუზერს, ეს უკვე პრობლემაა, აწერინებს ამგვარ განწყობას რო უქმნი იუზერს და ბოდიში ამასაც მოусმინოთ თუ გნებავთ, აბა რას ამბობს ეს კაცი. ბოდიში აუციოთ ხმას. მოგივიდა რომ მიუსაფარი ცხოველებისგან ქუჩა ამ ფორმით გაგეწმინდა.
მართლა მიწა როგორ არ გისკდება ფექვი და ანუ ჩვიდად როგორ გძინავს. უეჭველი ვიცი რომ ნახავს ახლა ამ ვიდეოს ვისაც ეხება. საერთოდ ვინ ჩართული ხართ იმ ყველაფერში რაც ამ საცოდავი არსებების თავს ხდება ახლა. თქვენ არც ერთს არ გესმით შეგნების დონეზე სიცოცხლე რა არის. და ცოცხალი არსების სიცოცხლის და ბედნიერი ცხოვრების მორალური უფლება რა არის. მაგრამ ვინც არიცით სხვადასხვა ლოკაციებიდან ქუჩის მიუსაფარებელი მიყავთ ვითომ ასე კეთილი მიზნებისთვის და მე აკრობენ. ასე მინდა ახლა გამწობა რა ფორმით აკრობენ და მე საერთოდ რა ხდება. არც თქვენ გაქვთ შუბლის ზარო, ვისაც გიხარიათ ეს მავნებლური ტენდენცია. მე ვეთანხმები ახალგაზრდა კაცს მე არ ვიცნობ და ულაიქოთ 3000 ლაიქი აქვს და 3001 ექნება ჩემი ლაიქის ჩათვლით. მოკლედ, სწორია, აკრობენ სულ მინიმუმ ამის ეჭვი მინიმუმ არსებობს იმის თაობაზე რომ აკრობენ. მოკლედ, ამაზე პასუხი გასაცემი აქვს ხელისუფლებას, არა მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დონეზე ან ზოგადი განცხადების დონეზე, არამედ პრემიერ-მინისტრი უნდა გამოვიდეს, პრემიერ-მინისტრად წოდებული უნდა გამოვიდეს და გასცეს პასუხი საზოგადოებას. მეორე მხრივ რა გვიკვირს ხალხმა, ესენი ადამიანებს აკრობენ, ესენი სახელმწიფოს აკრობენ, ესენი საზოგადოებას სპობენ, ანადგურებენ, საზოგადოებას ებრძვიან ქვეყანას, თავისუფლებას, ქვეყანას, სახელმწიფოს და ასე შემდეგ და ეხა მიუსაფარ ძაღლებზე თუ გადავლენ, ასაკვირის სულაც არ იქნება. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ დღის ბოლოს, ოღონდ მას შემდეგ რაც თბილისში დაუბრუნდები ნახვამდის.